ეროვნული არქივი დღეს ლესია უკრაინკასადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე შემოქმედი სამსახველი ფოტოები და არქივში დაცული სხვა დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული ანსამბლები ჩორნობროვცი, იუნოსი, რუშნიკი და სმერეკა. პოეტის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა საქართველოს უკავშირდება. ის 10 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საქართველოში ლესია უკრაინკას 140 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დღეს 13 საათზე გაიხსნება. Выдающейся украинской поэтессы Леси Украинки. მინდა გითხრათ, რომ ლესია უკრაინკას ცხოვრების შემოქმედებითი გზა უწყვეტად სწორედ თქვენ სამშობლოს უკავშირდება. მან თავისი მოღვაწეობის ბოლო 10 წელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ცხოვრება საქართველოში, კერძოდ დაბა სურამში, 42 წლის ასაკში დაასრულა. ღონისძიება გახლავდა ერთობლივი პროდუქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს. ამ დოკუმენტებში ასახული არის ლესია უკრაინკას მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე, მისი ცხოვრება, მისი პირადი კონტაქტები, მისი ქართველი მეგობრები, დოკუმენტების ნაწილი დაცულია ეროვნულ არქივში, ხოლო ნაწილი ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს. მუსიკის დღესაც